ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოში ევროკავშირის ელჩისგან ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას ელისა. მის შესახებ მან კოალიცია ცვლილებების ლიდერებთან ნიკა გვარამიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან, ასევე ევროპარლამენტარებთან დანიუს ჟალიმასთან და ურმას პაეტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის ამასთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა ევროკავშირის ელჩს პაվել ჰერჩინსკის. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება მეტად მხარდამჭერი ოპოზიციური ძალების და საქართველოს პოლიტიკის პროევროპული კურსის მიმართ. ასევე მიუმართა ევროკომისარ მარტა კოს და უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალას, რომ მოახდინონ რეაგირება, განაცხადა აუსტრევიჩუსმა. ეს დაკავებული ხალხია საქართველოში. ისინი გისოსებს მიღმა არიან, ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან და ისინი წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობას. ეს არის საქართველო. არა მოსამართლეები, არა პროკურორები, არა პოლიციის ოფიცრები და პოლიციის მაღალჩინოსნები, ვინც აწამა ისინი და ვინც შეუზღუდა მათ თავიანთი თავისუფლება. და თქვენ მხარს უჭერთ ამ კანიბალებს. ბატონო ფიცო და ბატონო ორბან. ეს არ არის საქართველო, ეს ხალხია საქართველო. საქართველოს ჭირდება ევროპა და იმოქმედეთ სათანადოდ. ქრისტიანული და ევროპული ღირებულებების შესაბამისად. ვფიქრობ, ილუზიები არ უნდა გქონდეს, რომ საქართველოში მოვლენები თავისთავად მოგვარდება. არა, ჩვენ პრაქტიკული მოქმედებები და გადაწყვეტილებები გვჭირდება. სწორედ ამიტომ მე დავიწყე ევროკავშირის ელჩით ჰერჩინსკით, რომელიც თბილისშია. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება უფრო მეტად მხარდამჭერი ოპოზიციური ძალების და საქართველოს პოლიტიკის პროევროპული კურსის მიმართ და ასევე ევროკომისარ მარტა კოსით და უმაღლესი წარმომადგენლით კაია კალასით. მათ უნდა მოახდინონ რეაგირება. ჩვენ არ შეგვიძლია მოცდა, დრო არაფერს აგვარებს. როგორც ხედავთ, თბილისის რეჟიმი აძლიერებს თავის ძალაუფლებას უფრო მეტად შემზღუდავი და რეპრესიული სისტემის დაწესებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასე რომ ჩვენ უნდა მოახდინოთ რეაგირება და თუ ამას არ ვიზამთ, ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ვუღალატებთ საკუთარ პრინციპებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.